ერთხელ მივედი და მამა გაბრიელი ტირის ცრალები მოწი და მამა გაბრიელი რა იყო მეთქი და როგორ რა იყო ნეტამ სასუფეველშიო დამლაგებლად მაინც მომაწყობდნენო და მე ვთქვი ეხა ეს თუ ამას ფიქრობს ჩემი ცხოვრება ხო საერთოდ მორჩენილი ამბავია და აი მართლა დაანაღულებულანდი ჩამოვედი სახში და მე ვიზი თბილისში და ერთი კვირა ვინერვულე მაგაზე ეხა მან კაცი თუ მაგას ამბობს მე რაღა უნდა ვქნა მაშინ მე უკვე გადაწყვეტილმა ყველანაირი ცხოვრების ამბავი და აი ესე დადარდიანებული მოვედი ცხეთაში ერთი კვირა იყო ალბათ გასული თუ რაღაცა და შემოვდივარ არებში შემოვდივარ და მამა კიბლის თავში ასე დგას აი ესე ხელები აყურებული უკვე მელოდება და შემოვედი ნენელა მოვახლო და მალხაზიო იცი უფალმა რა მითხაო და მეთქი რა მეთქი მამა ნუ გეშინია გაბრიელო ფაიტონი შემღახარ სასუფეველშიო მე გამახსენდა რომ მამა გაბრიელი ღეროდა ხოლმე ცან პაცანჯან ესე და რომ გამოდიოდნენ და მე მუსიკოსი ვარ და რომ გამოდიოდნენ და ამას ამბობდნენ გული მწყდებოდა ჩემთან არასოდეს არ გაუკეთები არასოდეს არ უმღერია და რა მოხდებოდა ერთხელაც მეც მომესმინა თქო და ერთხელ წევს და კნესის და არ არის კარგად და იძახის უცებ ცან პაცანჯან მაგრამ ამას ისეთი ტკივილით ამბობს რომ მივხვდი რომ ეს ჩემი გულისთვის ამბობდა რომ მე მომესმინა როგორ ღეროდა ხოლმე და ახარებდა. სიმღერას კიდე როდის აკეთებდა უყურეთ, როცა სასულიერო თემებზე საუბრობდით, აი გამტვირთვის ამბავში უცად ვინო კახურო უცად დაჭეკავდა სხვა თემაზე გადადიოდა, ესე გამტვირთვის ის იყო რა. მე სხვა იმაზე გადადიოდა. მე ისევ გადმოერთებოდა, აი ერთა ფეხი რომ მოთხრა, მითხრა მამა გაბრიელმა. გულს არ დაუჯერეო და ჩავედიო და არ დაუჯერეო გულსო და ეგრეო ფეხი მომტყდაო და მეუნება მე სამთავროში რო შევედიო ფეხი მოტეხილი იწვა უფალიო ხალიჩაზეო და იცი რა მითხრა უფალმაო და რა თქვი მამა ხო ხედავ გაბრიელ შენი ტკივილიც მეც მაწუხებს მეც ტკივაო და ფეხი მოტეხილი იყო უფალი ხალიჩაზეო და მე მეუნება ფეხი იცი რატომ მომტყდაო და რატომ მეთქი მამა გაბრიელ აი ცალკე ფეხ მოტეხილებისთვის არ ულოცულობდიო ყველაზე ულოცულობდი მაგრამ აი ფეხი მოტეხილობა რო იყო ცალკე იმაზე არ მოლოცულობდა ეხა ის ხალხიც შემაყვარა უფალმაო